მოგესალმებით. უკვე გავედით მშობლისკივრის ლაივში. დაველოდოთ 1 წუთიც ალბათ მაქსიმუმ რამოდენიმე წამი, ვიდრე ადამიანები შემოგვიერთდებიან და დავიწყებთ ჩვენს დღევანდელ ლაივს ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით. გამარჯობათ, დავიწყოთ ჩვენი რიგით მეორე ლაივ სერია, რომელიც ეხება ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ სერვისების მიმოხილვას და გაცნობას სამიზნე აუდიტორიისთვის. მოგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჩვენ უკვე გქონდა პირველი ლაივ სერია ზოგადად შესავალი სოციალური სერვისების მნიშვნელობაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და უკვე დღეიდან და ყოველ მომდევნო კვირას ჩვენ დავიწყებთ უფრო დეტალურად და მიმოვიხილავთ იქ ქვეყანაში მიმდინარე იმ სოციალურ სერვისებს, რომელიც მიმართული არის თემის გაძლიერებაზე, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაზე, სოციალიზაციაზე და ინკლუზიაზე. ჩვენი დღევანდელი დღის თემატიკა არის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა. აღნიშნული ლაივ სერიის მიზანი არის სამიზნე ჯგუფებს, კერძოდ მშობლებს 0-დან 7 წლამდე ბავშვებს მიაწოდეს უფრო დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, გააცნოს ის გზები თუ რა უნდა გაიაროს მშობელმა და ბავშვმა ვიდრე მოხდება პროგრამაში, რა ბარიერებს შეიძლება წააწყდეს აღნიშნულ გზაზე და ასე ვთქვათ მოვისმენთ ჩვენი მოწვეული სპიკერებიდან რიგ რეკომენდაციებს, რითაც შესაძლებელი აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს წლებთან ერთად. მოგეხსენებათ, ჩვენ სპიკერებად ყოველთვის ვირჩევთ, ვცდილობთ ავირჩიოთ ადამიანები, ვინც უშუალოდ არიან თემის წარმომადგენლები და წელს სესიაზე და ჩვენი მოწვეული სტუმრები არის ვერა წულაძე და დიანა ხაზარაძე, რომელიც თავად წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემს და ასევე არიან ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისის მიმწოდებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შესაბამისად, ძალიან ასე ვთქვათ მომწონს ამ სპიკერების ტანდემი ერთად, იმიტომ რომ ორივე სპიკერი თავის მხრივ წარმოადგენს სერვისის მიმღებსაც, ან იყო თავის დროზე სერვისის მიმღები და დღეს უკვე არის სერვისის მიმწოდებელი. ამიტომ ძალიან კარგად დაგვანახებენ ალბათ პოზიციას მშობლის მხრიდან და სერვისის მხრიდანაც, რომელიც ასე საინტერესო იქნება ვფიქრობ. და დიდი მადლობა ბუნებრივია ჩვენ სულსველ ჟესტური ენის თარჯიმანს ლეკუნას, რომელიც შემოგვიერთდა ლაივ სერიებში და ჩვენი ასე ვთქვათ მხარდამჭერი იქნება მომდევნო სესიების დროსაც. ვიდრე უშუალოდ გადავალ შეკითხვებით ჩვენს მოწვეულ სტუმრებთან და ჩვენი მოწვეული სტუმრებიც უფრო შემოვლენ ჩვენთან დისკუსიაზე, მინდა პატარა შესავალი გავაკეთო, თუ რა არის საერთოდ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა და რა მიზნებს ემსახურება, ხო? აღნიშნული პროგრამა ხორციელდება მოკლედ რო ვთქვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ქვეყნის მასშტაბით და მისი სამიზნე აუდიტორია არის 0-დან 7 წლამდე ბავშვები. ოღონდ ბავშვები, ვისაც აქვს შეფერხების განვითარების რისკ ქვეშ არიან, ამ მხრივ ან დადასტურებული აქვთ განვითარების შეფერხება უკვე, ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. და ასე ვთქვათ, ის ერთ-ერთი პროგრამაა, სადაც არ არის აუცილებელი, რომ ბავშვს დადასტურებული გქონდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და ამ საბუთს ატარებდეს, ვინაიდან პროგრამის მიზანი არის სწორედ რომ იმუშაოს იმ ბავშვებთან, რომლებიც იმყოფებიან განვითარების რისკ ქვეშ. ასევე არის ის, ასე ვთქვათ, ჩემთვის ერთადერთი ალბათ პროგრამა, რომელიც ეფუძნება თანამშრომლობას მშობელსა და ასე ვთქვათ, ბავშვ შორის და თერაპევტ შორის, ანუ ადრეული განვითარების სპეციალისტ შორის. მიუხედავად იმისა, რომ
ყველა პროგრამა ალბათ რომელსაც ახორციელდება სახელმწიფოს მიერ მოიაზრებს თავის მხრივ თანამშრომლობას, გაძლიერებას, მშობლის, ბავშვის მშობლებზე საუბარი. აღნიშნულ პროგრამაში ეს კომპონენტი კიდევ უფრო გაძლიერებულად არის, ასე ვთქვათ, წინ წამოწეული და აუცილებელი პირობა არის, რომ უშუალოდ მუშაობა მოხდეს არა მხოლოდ ბავშვთან, არამედ მუშაობა ბავშვთან მოხდეს მშობლის მხარდაჭერით და მშობლის გავლით. ასევე განსაკუთრებული პირობა, რაც ასე ვთქვათ, აქვს ბავშვთა ადრეულ განვითარებას, არის ის, რომ ის არის თქვენი ბუნებრივი მხარდამჭერი 0-დან 7 წლამდე, რომ ჩაერთოთ იმ სხვადასხვა სერვისებში, რა სერვისებშიც უნდა იყოს ჩართული ბავშვი. მაგალითად, ასაკიდან გამომდინარე ადრეული განვითარების სპეციალისტი გეხმარებათ ბაგა-ბაღში შესვლას პერიოდში, ტრანზიციაში ბაგა-ბაღიდან ბაღის ასაკში, შემდგომ ტრანზიციაში უკვე ბაღიდან სასკოლო ასაკში. ადრეული განვითარება რეალურად მოიაზრებს იყოს მხარდამჭერი სერვისი ძირითად სერვისთან ერთად. ეს შეიძლება იყოს ბავშვის ასაკიდან გამომდინარე ბაღი ან უკვე სკოლისთვის მომზადება, ხო? ასევე ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი გეხმარებათ ჩაერთოთ სხვადასხვა ტიპის სერვისებში, რომელიც შეიძლება დამატებით ბავშვს დაჭირდეს, როდესაც უშუალოდ შედგება მისი კონკრეტული განვითარების გეგმა და არის ოჯახის მხარდამჭერი სპეციალისტი, ვინც დაგეხმარებათ გაიგოთ და მიიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა სოციალური სერვისების შესახებ. ერთი მნიშვნელოვანი კიდე რაც უნდა აღინიშნოს ბავშვთა ადრეულ პროგრამასთან დაკავშირებით, აქ მოხვედრად შედარებით საბუთების თვალსაზრისით უფრო მარტივია და დეტალურად მაინც მიმოხილვას გააკეთებენ ჩვენი სტუმრები, მაგრამ ფორმასი სრულიად საკმარისი არის იმისთვის, რომ ჩაირიცხოთ აღნიშნულ პროგრამაში. ასევე ძირითადი მუშაობა და აქცენტები მიმდინარეობს ბავშვთან ბუნებრივ გარემოში, რაც იმას ნიშნავს, რომ თერაპია და სერვისი მოდის თქვენამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ სერვისის მიწოდება ხდება ბუნებრივ გარემოში, როგორიც არის სახლი, ბაღი, თუმცა არ გამოირიცხება ცენტრის ბაზაზე მუშაობა, კერძოდ ეს შეიძლება იყოს ჯგუფური აქტივობები და მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტულად გათვლილია ბავშვის განვითარების გეგმიდან გამომდინარე, ხო? ეს არის მოკლე შესავალი თუ წარმოდგენის დონეზე, რომ გქონდეთ რა არის ბავშვთა ადრეული განვითარება, უფრო დეტალებში ბუნებრივია გადავალთ ჩვენს სპიკერებთან და პარალელურად მინდა შევახსენო ჩვენს მსმენელებს და მაყურებელს, რომ როგორც live stream-ზე შეგიძლიათ დაგვიტოვოთ თქვენი შეკითხვა, ასევე inbox-ში მოგწეროთ, რომელსაც გავაჟღერებ ბუნებრივია, თუ კითხვა მიმართული იქნება კონკრეტულად რომელიმე სპიკერზე ან კონკრეტულად თემატიკასთან დაკავშირებით, ხო? სამწუხაროდ ესე ვთქვათ, ძალიან მოკლე ინფორმაცია შეიძლება გამომივიდა, რომ მომეწოდებინა ბავშვთა ადრეულ განვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ უფრო ნელ-ნელა გავშლით ამ თემას და დავიწყებთ საუბარს ალბათ იმითი, რომ თუ მინდა მოხდე ბავშვთა ადრეულ განვითარების პროგრამაში, რა საბუთები შეიძლება დამჭირდეს და სად უნდა წარმოადგინო აღნიშნული საბუთები, როგორია პროცედურები პროგრამაში მოსახვედრად საბუთების მხრივ. ვერა, თქვენ გადმოგცემთ. მოგესალმებით, დიანა. დიდი მადლობა ლაივში მოწვევისთვის. და სანამ საბუთებზე გადავიდოდე, მანამდე ვახსენებ და თქვენც ახსენეთ, რომ ვარ ასევე მშობელი და მინდა ვთქვა ის, რომ ის პერიოდი, რაც 0-დან 7 წლამდე არის, ეს არის განსაკუთრებული პერიოდი ბავშვის განვითარებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი. მე როგორც მშობელმა ძალიან დიდი ხანი ველოდე ბავშვთა ადრეული განვითარების ვაუჩერს და ზუსტად, როდესაც ჩემი შვილი ხდებოდა 7 წლის, ერთი თვით ადრე მივიღე ეს ვაუჩერი. ანუ ძალიან ბევრი დავკარგეთ მე და ჩემმა შვილმა დღეის გადმოსახედით, რასაც ვუყურებ და ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გვექნებოდა დღეს, რომ ყოფილიყავით კონკრეტულად ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისში ჩართული. იმ პერიოდისთვის გურიაში ზოგადად არ იყო ეს სერვისი და ესეც იყო პრობლემა, რადგან ჩვენ ვერ მივიღეთ
კონკრეტული სერვისი. ეხლა გვაქვს საშუალება გურიის რეგიონში ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისს აწვდის რამოდენიმე ორგანიზაცია და ძალიან კარგია, ვინაიდან მშობელს აქვს შესაძლებლობა კონკურენტულ გარემოში მიიღოს მისთვის სასურველი სერვისი. ახლა კონკრეტულად გადავალ ჩართვის გზებზე და იმ საბუთებზე, რაც არის საჭირო ამ პროგრამაში მოსახვედრად. პირველ რიგში, როგორც ახსენეთ, ეს არის ფორმა 100, რომელსაც გასცემს ოჯახის ექიმი ან პედიატრი. ფორმა 100 ასევე ბავშვის პირადობის მოწმობის ასლი და მშობლის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ეს საბუთები უნდა მიიტანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იმ სოციალური სააგენტოს მისამართზე, სადაც ცხოვრობს და იქ უნდა ითხოვოს, რომ ჩააწერინო განცხადება პროგრამაში ჩასართავად. დაახლოებით განცხადების დაწერიდან ერთ თვეში მოსდის ვაუჩერი და ტელეფონზე იღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომ ჩაერთო პროგრამაში და შემდეგ იღებს ვაუჩერს. ასევე ორი სიტყვა მინდა ვთქვა კონკრეტულად ამ ვაუჩერის შესახებ. ვაუჩერის აღებიდან მშობელს აქვს უფლება წაიღოს ის ნებისმიერ დაწესებულებაში, სადაც რომელი ორგანიზაციაც მოკლედ აწვდის ამ სერვისს. და შეუძლია მან დატოვოს მხოლოდ ერთი თვის ვაუჩერი არსებულ ორგანიზაციაში და თუ შემდგომ მოეწონება მომსახურება, შეუძლია გააგრძელოს ან შეცვალოს არსებული დაწესებულება. მადლობა, ვერა. საინტერესო გამოცდილება გაგვიზიარეთ დასაწყისში, ის რომ სამწუხაროდ თქვენი შვილი ვერ მოხვდა აღნიშნულ პროგრამაში. ჩემი შვილმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით თავის დროზე, როდესაც ეს ასაკობრივი ზღვარი ჰქონდა და ძალიან ბევრი რაღაცა შეცვალა იმ დროს ჩვენთვის და ბევრი მოიტანა აღნიშნულმა პროგრამამ ნამდვილად. საკმაოდ ისე ვთქვათ, მარტივი ჩამონათვალია იმ საბუთების, რაც უნდა წარადგინო. ფორმა 100, რომელიცაც გასცემს პედიატრი ადგილზევე, შეიძლება უბნის ექიმს, რასაც ვეძახით, ხო? და ბავშვის პირადობა და მშობლის თქვათ პირადობა თუ ან ბავშვდაბადების მოწმობის ასლის სტანდარტული საბუთებია ხოლმე, რასაც ყველგან ითხოვენ, სადაც კი შეიძლება განცხადება მოგიწიოთ შეიტანოთ, მათ შორის მუნიციპალურ პროგრამებში. ანუ ძალიან მარტივი საბუთების ჩამონათვალია გასაკეთებელი და წესით თითქოს და პრობლემაც არ უნდა ჩანდეს, ხო? მაგრამ თქვათ, მიუხედავად შეიძლება ამ მარტივი ჩამონათვალისა საბუთებისას, მიუხედავად მაინც ამ ყველაფრისა, გვსმენია, ხო, ხოლმე რაღაც რიგი ბარიერები, რასაც ასახელებენ მშობლები, რომ აი თქვათ, ვიდრე მოხვდებიან პროგრამაში, მაინც აქვთ რიგი ბარიერები, რაც ამ კუთხითაც კი უჭირთ ან საბუთების მოწესრიგება, ან მოგვარება. აი, რა არის ყველაზე ხშირად ის ბარიერები თუ დაბრკოლებები, რასაც ხვდებით თქვენ ან აწყდებით, ან გსმენიათ როგორც სერვის პროვაიდერებს და მათ შორის როგორც მშობლებს შეიძლება გამოგიცდიათ. ამ კუთხით, მოდი დიანა, შენ თუ დაგვეხმარები და განავრცობ და გაგვიზიარებ მათ შორის კახეთის გამოცდილებას, ვინაიდან ვერა გურიას წარმოადგენს და შენ კახეთს, თქვენთან რა არის ამ მიმართულებით და როგორია ბარიერები? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის. სამწუხაროდ 2018 წლიდან, როცა ჩემი შვილიც იღებდა ამ სერვისს, დიდი არაფერი შეცვლილა. ანუ კახეთის რეგიონში 8 მუნიციპალიტეტიდან 3 მუნიციპალიტეტში არის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა და ამ სერვისით სარგებლობს ანუ 8 მუნიციპალიტეტიდან ალბათ ნახევარი და დანარჩენი ბავშვები ამ მუნიციპალიტეტებიდან ბავშვები არიან ფაქტიურად სერვისის მიღმა და ეს არის პირველი ძალიან დიდი ბარიერი. მეორე ბარიერი არის ის, რომ თქვათ, ცნობიერების ამაღლების კუთხითაც გვაქვს ანუ მაინც და მაინც ანუ ჩვენ ვცდილობთ თვითონ მშობლები, სერვის პროვაიდერები გავაკეთოთ და გავავრცოთ თქვათ ადრეული განვითარების სერვისზე ცნობიერების ამაღლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ აქაც არის ბარიერი, რადგან დროულად არ ახდება ბავშვის ჩართვა ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში.
რაც შეეხება სამედიცინო კუთხეს, ანუ როგორც ვერ აღნიშნა, რომ ოჯახის ექიმი ან პედიატრი წერს ფორმას და იქ აღნიშნავს, რომ ბავშვის რეკომენდაციაში სჭირდება ნამდვილად ბავშვთა ადრეული ქვეპროგრამა. ამ მიმართულებით ფიქრობ, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს თვითონ პედიატრი, როგორც თქვათ, მაგალითად, ეპილეფსიის მქონე ბავშვს სჭირდება წამალი და ხედავს, თქვათ, განვითარების ეტაპების დაყოვნება ან ნებისმიერი მიმართულებით თუ ბავშვი არის რისმყოფი და ხედავს თუ პატარა დარღვევა მაინც აქვს ან მეტყველების მიმართულებით ქცევის და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოიჩინოს მხარდაჭერა, რომ ბავშვი მოხდეს და გააზრებული ჰქონდეს ეს პასუხისმგებლობა და ჩართოს, დაწეროს ფორმასი და რეკომენდაციაში აუცილებლად აღნიშნოს, რომ ბავშვს სჭირდება ეს ადრეული განვითარების ქვეპროგრამა და ბავშვი ჩაერთვება ამ შემთხვევაში უკვე უფასო პროგრამაში. მადლობა, დიანა, რომ შევაჯამო რეალურად რაღაც სამი ბარიერი დაასახელეთ, ახლა თქვენ რომ აღნიშნული პროგრამა სამწუხაროდ მთლიან რეგიონს ვერ დაფარავს, იმიტომ რომ სამ ადგილზეა ხო წარმოდგენილი სერვისი და რადგან სერვისი მოიაზრებს თავად ხშირად ადამიანის ახლამდე მისვლას, დაფარვა აღნიშნული სერვის პროვაიდერები ვერ მოახერხებენ ყველა მუნიციპალიტეტის დაფარვას და ალბათ მომოლოდინეთა რიგებიც გექნებათ ამ მიმართულებით, მოხვედრა ესე მარტივი არ იქნება. ხო, ინფორმაციის ნაკლებობა და კარგია რომ ორივე მხრიდან აღნიშნეთ რაღაცა ეს რომ როგორც მშობელს არ აქვს ხშირად ინფორმაცია აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, რასაც ემსახურება ჩვენ ლაივ სერიები, რომ უფრო ინფორმაციას მივაწვდეთ, უფრო ფართო აუდიტორიას აღნიშნულ სერვისებთან დაკავშირებით, ისევე იმ ჯანდაცვის პირველად რგოლს არ აქვს შეიძლება ხშირად ინფორმაცია, რომ თუ კი ხედავს ალბათ რაღაც შეფერხებას განვითარების მიმართულებით, შეიძლება არ აქვს ჯერ კიდევ ინფორმაცია, რომ არსებობს მაგალითად აღნიშნული პროგრამა, რომელშიც ჩართვითაც ბავშვი მიიღებს იმ მხარდაჭერას, რაც შეიძლება მას დაეხმაროს ან ააცილოს, ასე ვთქვათ, ის რისკები, რაც ადრეულ იდენტიფიცირებას წესით უნდა მოყვეს. ხო, ან ადრეული იდენტიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად მნიშვნელოვანია პედიატრს ნამდვილად დაგეთანხმებით, ასე ვთქვათ, გააზრებული ქონდეს მისი პასუხისმგებლობა, თუ კი ეჭვი აქვს განვითარების შეფერხებაზე ბავშვთან მიმართებაში და როგორც რაღაც კონკრეტულ სამედიცინო მდგომარეობის დროს დანიშნავდა რაღაც მიზანმიმართულ მედიკამენტს, ასევე ამ შემთხვევაში უნდა კონკრეტულად მიუთითოს ის კოდი, რითაც ბავშვი შეძლებს და მოხვდება უფასო პროგრამაში და მიეცემა საშუალება, რომ მოხდეს ასე ვთქვათ, ის შეიძლება ჩამორჩენა, რაც შეიძლება ქონდეს განვითარების რაღაც კონკრეტულ სფეროში, რომ ის დროულად აღმოიფხვრას დროული ინტერვენციის საშუალებით, ხო? ამიტომ კარგი მინიშნება არის, ასე ვთქვათ, ამ მხრივ, რომ ინფორმაცია შეიძლება არ აქვს ჯანდაცვის ამ რგოლს, რომ ეს საშუალება არსებობს ქვეყანაში და ჭირდება ინფორმაციის მიწოდება და დროული რეფერალი შესაბამის სერვისში. ძალიან კარგი, მოდი წარმოვიდგინოთ იდეალური მდგომარეობა, რომ არ მოგვიწია არც მასალას რიგში დგომა, პროგრამაში მოსახვედრად მოვაგროვეთ ეს საბუთები, გვაქვს ფორმასი, თქვათ, ვიცით, რომ აი თქვათ, საბუთები ხელში გვაქვს და მოვხვდით პროგრამაში. ამ დროსაც მსმენია ხოლმე ბევრი, ასე ვთქვათ, არ ვიცი, კომენტარი მშობლისგან, ისევე სერვის პროვაიდერისგან, რომელიც თითქოს ორმხრივად საუბრობს რა არ მოწონს აღნიშნულ პროგრამაში. ხო, ვერ ვიტყვით, რომ ბარიერია, უკვე უბრალოდ არ ვიცი, წუხილია თუ არ ვიცი, არასწორი, ასე ვთქვათ, მოლოდინებისთან გვაქვს საქმე, მაგრამ მსმენია ორივე მხრიდან რიგი, ასე ვთქვათ, გამოწვევები, რომელსაც აწყდება როგორც მშობელი, ასევე სერვის პროვაიდერი. ამ მიმართულებით რა შეიძლება უთხრათ მშობელს წინასწარ რომ მზად იყოს და ასე ვთქვათ იცოდეს რა ითქვათ თუ კი მოხდება პროგრამაში რა არის ეს პროგრამა და ზოგადად რა ასე ვთქვათ ხარვეზებს თუ პრობლემებს თქვენ ხედავთ ამ მიმართულებით ბუნებრივია ორივე პოზიცია თუ გექნება საინტერესო იქნება მოსასმენად და მოდი ვერა თქვენგან დავიწყოთ მადლობა დიანა და ნამდვილად პროგრამაში მოხვედრის პირველივე დღიდან
როდესაც მშობელი მოდის ჩვენთან, მშობელს აქვს მოლოდინი იმის, რომ მის შვილს ჩაუტარდება ერთ-ერთზე თერაპია და მოკლედ ანუ სწორად არ აქვს გააზრებული ბავშვთა ადრეული განვითარების პრინციპი, რაც არის, რომ ეს არის ინტერვენცია, რომ ის მიეწოდება ოჯახში, ბაღში და მოკლედ იმ ბუნებრივ გარემოში ძირითადი თერაპიული ნაწილი, რაც არის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის და მშობლებს ძირითადი მოლოდინი აქვთ, რომ მოიყვანენ ბავშვს, დატოვებენ ცენტრში და თვითონ, თუნდაც სახლში მიხვიდეთ, თვითონ ამ რამოდენიმე ერთი საათის განმავლობაში დაისვენებენ თუნდაც, ან რაღაც სხვა საქმეს გააკეთებენ. ეს არის ძირითადი, ანუ მშობლის მოლოდინი, თუმცა ამაზე ხდება, ანუ სერვის პროვაიდერების მხრიდან, სპეციალისტების მხრიდან მაქსიმალურად ახსნა. გვაქვს შემთხვევები, როდესაც მშობლები მაქსიმალურად ჩართულები არიან, ხდება ოჯახების გაძლიერება, თუმცა გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ეს შედეგი უფრო რთულად მიიღწევა და ზოგ შემთხვევაში უფრო მარტივად. ასევე ძალიან რთულია ხოლმე სპეციალისტების გადინების პრობლემა გვაქვს ამ სფეროში და ეს გამომდინარე არის იქედან, რომ ანაზღაურება არის მცირე, სამუშაო დატვირთვა არის უფრო მეტი და ძირითადად ის რვა თერაპია, რასაც ჩვენი სპეციალისტები აწვდიან ბავშვებს, იმის იქეთ კიდევ უამრავი შრომა დევს თითეული სპეციალისტის და განსაკუთრებით ცოტა ისეთია, ეს ორთვიანი შეფაზების პროცესზე მინდა კიდევ ყურადღება გავამახვილო, ვინაიდან ეს არის პროცესი, რომელშიც მშობელიც და სპეციალისტიც ერთდროულად და ერთნაირად არის ჩართული, ვინაიდან შემდგომ დაიწეროს ბავშვის საჭიროებებზე მორგებული გეგმა, რითაც თითეული შემდეგ ბავშვზე იმუშავებენ და მოკლედ მივიღებთ იმ შედეგს, რაც გვაქვს დაგეგმილი. ეს პროცესი არის შედარებით რთული, იმიტომ რომ მშობელს ფაქტიურად ეს შეფასების პროცესი გონია, ასე ვთქვათ, წყალში გადაყრილი დრო, რომ აი რაღაცა ტყილა ავსებს ამას არანაირი შედეგი მოყვება და ეს ძალიან ისეთია, თუმცა ესეც მარტივად მისაღწევია თქო ვერ ვიტყვი, გვყავს მშობლები, ვისთანაც ეს მარტივია და არის მშობლები, ვისთანაც რთულია. სამწუხაროდ არის ეს ბარიერები, გამოწვევები ჩვენთვის, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ ალბათ თითეული სერვის პროვაიდერი ამას გავუმკლავდეთ და არ ვიცი, დიანასაც ალბათ ექნება დასამატებელი ამ მხრივ. კი, მადლობა. დიანასაც მოусმენ და მეც შევეცდები შევაჯამო, მე თქვენი პოზიციაც ჩავინიშნე. დიანა, თქვენსკენ რას დაამატებით? მოდი განსხვავებულს დარწმუნებული ვარ, მეტნაკლებად სიტუაცია ყველგან ერთნაირია, ხო? ჩვენთან არის უფრო მეტი მოლოდინი, ვთქვათ, ანუ სერვისიდან გამომდინარე უფრო როგორც რეაბილიტაცია, აბილიტაციის კუთხით, ანუ გვიწევს მაგაზე, ანუ მშობელთან ურთიერთობა ცოტა მართლა რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მშობლები ვართ. თუმცა, ანუ რეაბილიტაცია, აბილიტაციას უფრო მეტად ითხოვენ, ვიდრე ვთქვათ, რა პრინციპი აქვს თვითონ ადრეულის მნიშვნელობას, ნამდვილად მაგაზე ძალიან დიდი დრო მიდის. ასევე დიდი ბარიერი არის იმისა, რომ ვთქვათ, ბაგაბაღებში შესვლისას გვაქვს ბარიერი, რადგან ანუ ყველასთან ახსნა გვიწევს, რატო შევდივარით და ანუ ბევრ ბაღში ვერ ვაწვდით ალბათ იმ ინფორმაციას კარგად, ან არ უნდათ რომ გაითავისონ ის, რომ თქვათ ბაღშიც ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ინტერვენციონისტის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში. ანუ ადრეულის მნიშვნელობა არის ის, რომ ჩვენ როგორც ადრეული სპეციალისტები, როგორც ოჯახში, ბაღში და ასე შემდეგ უნდა ვიყოთ და ესეც არის ძალიან დიდი ბარიერი ნამდვილად. მადლობა დიანა, მოკლედ რომ მოვინიშნე რა გავამატო დიანა როგორ არა აი ეს ძალიან მინდა იმასაც გაუსვა ხაზი, ვინაიდან გურიაზე ზოგადად რეგიონები მაღალმთიანი სოფლები ვართ და სოფლებით არის დაკომპლექტებული ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავობა, რომელიც არის მუნიციპალიტეტებში და რეალურად ესეც ქმნის ხოლმე ბარიერს სერვისის იმ ხარისხით მიწოდების, რაც არის, ანუ კი ვიტყვი, რომ გურიაში სამივე მუნიციპალიტეტში ტრანსპორტირება ფინანსდება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ,
თუმცა ეს იმდენად სხვა ხარჯებთან არის დაკავშირებული, კერძო ტრანსპორტის დაქირავებასთან და ასე შემდეგ, რომ ის გამოყოფილი ფინანსები ნამდვილად იმ საჭიროებას, ის რაცაც ის მოითხოვს პროგრამა, ფაქტიურად სრულად ვერ უზრუნველყოფს. თუმცა ნამდვილად არის ამ მხრივ წინსვლა, მაგრამ ეს გაუმართავი ტრანსპორტის პრობლემა ძალიან ვიშლის ხელს სრულფასოვანი სერვისის მიწოდებაში. კი ბატონო, მადლობა, ვეკორდამატეთ. მეც ასე ვთქვათ, დავაჯამებ რაღაცა, ერთი უშუალოდ პროგრამაში ყოფნის დროს მთავარი ბარიერი მშობლის პერსპექტივით, რაც თქვენ დაგვანახეთ და მეც მინდა მოვუწოდო, ეს არის რაღაცა მოლოდინი, მშობლის არასწორი მოლოდინი და სწორად აღნიშნეთ თქვენ ვეკო, რაღაცა შეიძლება ეს ამოსუნთქვის საათად მიაჩნია მშობელს მისთვის და გონია, რომ ეს 1 საათი მისთვის ალბათ უყურებს ამ კუთხით, რომ ის დაისვენებს ამ დროს და როდესაც სერვის პროვაიდერს უწევს ახსნა, რომ ის ამის ნაწილი უნდა იყოს, ალბათ პირველ ჯერში გაღიზიანება იყოს, რაღაც მოლოდინი არასწორი მაქვს, ხო, მაგრამ დამერწმუნეთ და ყველანი მშობლები ვართ აქ და ამიტომ შეიძლება უფრო თამამი რეკომენდაცია მოგცეთ, ხო? და არ ჩათვალოთ, რომ აი თქვენ რა იცით, ხო, ჩვენ მშობლების პოზიცია ვიცით, რთულია და ხშირად მშობელს ამოსუნთქვის დრო და საათი ჭირდება, არაერთი. თუმცა აქ თითეული თავიდანვე სწორად თქვენს მხრიდან გაწეული დრო ამ ინტერვენციის პროცესში ჩასართავად დაგეხმარებათ შემდგომ სახლში, როდესაც დარჩებით მარტო ბავშვთან და არ იქნება ადრეული განვითარების სპეციალისტი, უკეთ გეცოდინებათ როგორ მართოთ პროცესი და გაცილებით უფრო მარტივი იქნება მერე თქვენი და ბავშვის ურთიერთობა სახლის პირობებში თუ სხვა ბუნებრივ გარემოში, თუ ამ მართლა ლიმიტირებულ დროს, რომელიც 8 საათია სულ თვეში დათმობილი და არ არის ბევრი, თუ ამ კუთხით გამოიყენებდა პროდუქტიულად. შესაბამისად, რა 8 საათი განკუთვნილია იმისთვის, რომ თქვენ გაგაძლიეროთ და არა ბავშვი კონკრეტულად ჩაუტარდეს კონკრეტული რაღაც ტიპის თერაპია, ხო? თქვენი გაშუალებით უნდა მოხდეს ჩარევა და თქვენ ხართ იმის გარანტი, რომ როდესაც ადრეული განვითარების სპეციალისტი წავა სახლიდან, თქვენ გააგრძელებთ იმ რეკომენდაციებს, რაც მან მოგცათ, ხო? ამიტომ მართლა მოწოდებასავით არის, მაგრამ გამოიყენეთ ეს დრო და ჩათვალეთ, რომ ეს არის ის შანსი, რომ თქვენ შეცვალოთ რაღაცა თქვენ სტრატეგიაში მიდგომა, რაც დაგეხმარებათ შემდგომ, ხო? მეორე ეხებოდა მაინც თქვენი რეკომენდაციები ეს უფრო დაფინანსების სისტემას და სქემას, რომლის გამოც ხშირად სპეციალისტების გადინება მიმდინარეობს სისტემიდან, ასევე ამ დაფინანსების არარსებობის გამო, ალბათ სწორად არ დათვლილი ვაუჩერის თქვა თანხის გამო შეიძლება მთიან რეგიონებში პრობლემა შეიქმნას ტრანსპორტირების, ვინაიდან არ არის ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული რეგიონებში და ხარჯი ამ მიმართულებით გაცილებით დიდია, რომელიც პირდაპირ ხარჯია სერვისის მიწოდებასთან დაკავშირში, ისე ვერ გაწევთ ამ სერვისს, ხო თუ კი ამ სერვისით არ სარგებლობს ინტენსიურად ადრეული განვითარების სპეციალისტი ან მშობელი, რომელსაც უწევს თქვა ჯგუფურ აქტივობაზე მოსვლა თქვენს ცენტრის ბაზაზე, ის ვერ მოდის თქვენამდე, ხო? შესაბამისად, ალბათ რეკალკულაცია და ეს პრობლემები გვაქვს ამ მიმართულებით, ბუნებრივია, ეს ორთვიანი გეგმა, ის შედგენა კარგად აღნიშნეთ, რომ რაღაცა თითქოს და აი მშობელს რო ეჩქარება, რომ აი დღესვე მინდა შედეგი და იმ დროსაც, როდესაც მშობელი ელოდება თითოეული სესიის შემდგომ ელოდება შედეგს, რაღაცას, რასაც დაინახავს, ეს 2 თვე ალბათ სწორად აღნიშნეთ, რომ აი წალში გადაყოლას შეიძლება შეხედოს, მაგრამ მინდა შევახსენო მაინც, რომ ეს პერიოდი ეთმობა ანალიზს, შეფასებას, დაკვირვებას და ერთობლივად, რასაც თქვენ გეგმის შედგენას, რომ დარწმუნდეთ, ეს არის ის, რისი გაკეთებაც გინდათ თქვენს შვილთან. შესაბამისად, ამას ჭირდება დრო და ეს დრო არის ამისთვის ამ სწორი ამ დროს თუ კი არ გამოვიყენებთ პროდუქტიულად, შესაბამისად ვერც ინტერვენციის ეს პერიოდი შემდგომი, რომელიც იქნება, ვერ განხორციელდება და ძალიან მენიშნა ასევე დიანას კომენტარი ბაღებში შესვლასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, ამ ასაკის ბავშვი ბუნებრივად უნდა იყოს ბაღების სისტემის ნაწილი და ადრეული განვითარების სპეციალისტს ალბათ გაცილებით მეტი უფრო
თავისუფლება უნდა კონდეს ბაღში შესასვლელად, ხო? და ბაღებიც უნდა უყურებდნენ აღნიშნულ სპეციალისტს, როგორც მხარდამჭერ ინსტრუმენტს, რომელიც დაეხმარება მათ ისევ, რომ დაეხმაროს ბავშვს სოციალიზაციაში, ინტეგრაციაში, იმ პროცესებში, იმ სასწავლო პროცესებში, რომელშიც უნდა იყოს ჩართული, ხო? თუმცა, რადგანაც სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენენ, აქაც კი სამწუხაროდ გვაქვს ბარიერები, რაღაც ბიუროკრატიული ბარიერები, რომელიც ხელს უშლის რეალურად და პრობლემა არის ის, რომ ვერ მუშაობთ ბავშვთან ისე, როგორც ეს იქნებოდა უკეთესი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. დიდი მადლობა, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ სფეროში დიდი ხანი ხართ და უამრავი რეკომენდაციაზე გიფიქრიათ ალბათ, რაც შეცვლის ამ პროგრამას უკეთესობისკენ. მაინც რამოდენიმე რეკომენდაციით რომ შემოვიფარგლოთ თითოეულმა, რაც თქვენი აზრით აი უმალვე მოახდენს ამ პროგრამის გაუმჯობესებას ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს რეგიონული დაფარვა, ხარისხი პროგრამის, ნებისმიერი კომპონენტი, განსაკუთრებით, რომელსაც გამოყოფთით და მეც მოვინიშნავ თქვენს პასუხებს. გისმენთ ვერა და დიანა. კარგი დიანა, მადლობა, ისევ მე დავიწყებ მაშინ. პირველი რაც მინდა და უმნიშვნელოვანესია, ექიმებს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება დროული რეფერირება მოახდინონ პროგრამებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენს სპეციალისტებმა შევძლოთ მაქსიმალურად თითეული ბავშვის დახმარება და მათი სწორი ინტერვენცია და მათი სწორი მიმართულებით განვითარებას შეუწყოთ ხელი. მეორე რაც მინდა რეკომენდაციის მხრივ თქვა, რომ ეს არის ისევ იმ დაფინანსების საკითხს და გადინებას, რაც შეეხება და ორთვიან შეფასების კომპონენტთან, ანუ ის 8 ვიზიტი, რაც აქვს თითოეულ ბავშვს, ეს არის ერთი ერთზე მუშაობის და ეს არ არის საკმარისი არც ბავშვისთვის და არც სპეციალისტისთვის, რომ ის შეფასება და თუნდაც გეგმის გაწერის პროცესი გააკეთოს და შემდეგ ეს ყველაფერი, ანუ მას კონდეს სურვილი მოკლედ პროგრამაში დარჩენის და ამისთვის დამატებითი ან სეანსები ან რაიმე სხვა გზა თუ გამოინახება ძალიან კარგი და მოკლედ მოხარული ვიქნებით როგორც სერვის პროვაიდერი. და ასევე მუნიციპალიტეტის მხრიდან ძალიან მინდა პირადად მე და გურიაში იყოს ესეთი პრაქტიკა, რომ თვითონ მუნიციპალიტეტი, რომელიც ტრანსპორტირებისთვის გამოყოფს თანხებს, თავად წამოვიდეს ჩვენთან ერთად, ნახოთ სად როგორ ადგილებში ვაწვდით სერვისებს და თვითონაც შეხედოს რამდენად კმაყოფილია თითეული ჩვენი ბენეფიციარი და ჩვენც რამდენად სწორად ვხარჯავთ მათ მიერ გამოყოფილ ფინანსებს. ჩემი მხრიდან სულ ეს არის, რაც შემიძლია ამ ეტაპზე ვთქვა. მადლობა, ვერა, დიან თქვენ სულ დაამატებთ? ჩვენი მხრიდან რეკომენდაცია იქნება ის, რომ საქართველოში არ არის იმდენი, ვთქვათ, ადრეული ინტერვენციის სერვის პროვაიდერები, ვთქვათ, რომ ანუ ძალიან მცირედი არის და ნამდვილად მუნიციპალიტეტიდან თვითონ თითოეულ მუნიციპალიტეტში, სადაც არის ეს სერვისი დანერგილი, სჭირდება ანუ დახმარება, ან გაუწიონ თანადაფინანსება, ვთქვათ, ან კომუნალურებში შეიძლება ან ფართის, აი ბევრი, ვთქვათ, სერვის პროვაიდერი იხდის ფართის გადასახადს კომუნალურების და ასე შემდეგ, რაც თქვით, ანუ სერვის პროვაიდერი თითქმის ძალიან ცუდ დღეშია ფაქტიურად, იმიტომ რომ ფიქრობს, ანუ ან თერაპევტებზე მიდის ფაქტიურად ის თანხები, რაც გვინდა რომ ხარისხიანი სერვისი მივაწოდოთ, თუმცა ამ დროს ორგანიზაციას სჭირდება სხვა კიდე დამატებითი რესურსი, რომ ჩვენ ეს სერვისი კონდეს, ვთქვათ, მუნიციპალიტეტში და განვახორციელოთ მართლა ხარისხიანად და ნამდვილად მუნიციპალიტეტის როლი და მერიის როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანია და გვინდა რომ ჩვენთან ერთად ითანამშრომლონ და კონდეს ჩვენი ბავშვებისთვის ხარისხიანი სერვისი. მადლობა, დიანა. მოკლედ, ამ რეკომენდაციებსაც შევაჯამებ თქვენს ნებართვით, დროული რეფერირება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბავშვი დროულად მოხვდეს პროგრამაში, იმიტომ რომ დროულად და ალბათ ყველაზე ადრეულ ასაკში გავაკეთოთ ამის
იდენტიფიცირება რისკის დროული ჩარევა, რაც შეიძლება სამომავლოდ აგვარიდებს ბევრ სხვა ფაქტორს, რაც შეიძლება მოყვეს იმას, რომ დროულად ვერ ჩავერიეთ და ვერ დავეხმარეთ ბავშვს, ხო? ამიტომ დროული რეაგირება, ჩარევა, ინტერვენცია, რეფერირება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა არსებული სტატისტიკის მიხედვით სამწუხაროდ პროგრამაში არსებული ბავშვებთა ასაკი არის 4 და 5 წელი. 5 წელი. იმ დროს, როდესაც ამ პროგრამაში ჩართული ასაკის ბავშვები უნდა იყვნენ 1, 2 და 3 წლის. ყველაზე ბევრი რაოდენობა, ხო? პროცენტული რაოდენობით, თუ ამას ქვია ადრეული განვითარების ინტერვენცია, ადრეული ნიშნავს, რაჩება ადრე მის იდენტიფიცირებას და არაჩება ადრე ჩართვას, ხო? აი ესეთი ასაკის ბავშვები ძალიან ცოტა ყავს, როგორც ვიცი, პროგრამაში და უფრო, ასე ვთქვათ, იმ ასაკის ბავშვები მოდიან, რომლებიც უკვე მალე უნდა გავიდნენ პროგრამიდან. რაც შეეხება ანაზღაურების თემა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ხარისხთან, აქ საუბარი გქონდა იმაზე, რომ მოხდეს ალბათ ვაუჩერის დაფინანსების გადახედვა, ისე რომ ვაუჩერი უშუალოდ მიმული ანაზღაურება არ იყოს ერთ-ერთზე განხორციელებულ საათებს, არამედ რაღაცა გადახედვა მოხდეს იმ დამატებითი სამუშაოსი, რაც ადრეულ განვითარების სპეციალისტს უწევს და რომელიც არ ანაზღაურდება, როგორც მე ვიცი, მაგრამ უშუალოდ ნაწილია პროცესის და აღნიშნული სამუშაოს გარეშე ვერ ჩატარდება ის სესიებიც შესაბამისად, ხო? ამიტომ ალბათ ნელ-ნელა როგორც პროგრამა დაიხვეწა და ცალკე გაჩნდა, ხო, რაღაც მონიტორინგის და სუპერვიზიის კომპონენტი, შეიძლება აქაც სხვადასხვა ცალ-ცალკე კომპონენტები გაჩნდეს, რომელიც ამ ეტაპზე ვაუჩერი არ მოიაზრებს ამ ხარჯების ანაზღაურებას და ბუნებრივია ყველა იმ ადგილობრივი მხარდაჭერისგან, ამ შემთხვევაში თქვენ ვთქვით მუნიციპალიტეტზეა საუბარი, რომელიც მხარს უჭერს მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტის ჩართულობა ამ მიმართულებით, კარგი იქნება თუ კი ამ ჩართულობას მოყვება მათ შორის მათი დაინტერესება, უშუალოდ რომ ნახონ შიდა სამზარეულო როგორ ხდება პროცესი, ხო? აღნიშნული სერვისის მიწოდების, რაც ალბათ უკეთ დაეხმარება ადგილობრივ გადაწყვეტილების მიღები პირებს, გაიაზრონ ის საჭიროებები, რაშიდაც შეიძლება დაჭირდეს მხარდაჭერა სერვისის მიმწოდებელს. დიდი მადლობა ვერა, დიანა, დღევანდელი ჩართვისთვის, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, იმედია უფრო მეტ ინფორმაცია მიიღებს, ასე ვთქვათ, უფრო მეტ ინფორმაცია მიიღო ადამიანებმა, ვინც ამ ადრეული განვითარების პროგრამით არის დაინტერესებული. ერთი შეკითხვაც არის შემოსული ადრეული განვითარების პროგრამასთან და რომელიც შეძლებს, ვთქვათ, რომ პასუხოს არ დავტოვოთ პასუხის გარეშე, ეს არის კითხვა არის ასეთი, რამდენი და რომელი თერაპევტები ემსახურება ადრეული განვითარების პროგრამას, აი ამაზე მოკლედ თუ კი გვეტყვით, ვერა ვინ შეიძლება იყოს ჩართული ამ პროგრამაში ზოგადად. ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამას ემსახურება ბავშვთა ადრეული განვითარების ინტერვენციონისტი, რომელიც შეიძლება იყოს ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი და მომიჯნავე სპეციალობის მქონე ადამიანი და თავადმშობელიც კი შეიძლება იყოს ბავშვთა ადრეული განვითარების ინტერვენციონისტი. მოკლედ ეს თერაპევტი ბავშვთა ადრეული განვითარების ინტერვენციონისტი აწვდის იმ ყველა სერვისს და იმ ყველა, ასე ვთქვათ, მეტყველების თერაპიის მიმართულებით, ანუ კომუნიკაციაზეც მუშაობს ქცევაზეც, თუ რა იქნება საჭირო ბავშვთან მიმართებით და ყველა იმ სფეროში, რაც არის საჭირო 7-ვე განვითარების სფეროზე მუშაობს ბავშვთა ადრეული განვითარების ინტერვენციონისტი. თუმცა აქ ალბათ შეკითხვა იყო, თუ შეიძლება მაგალითად ადრეულ განვითარებაში ცალკე იყოს მეტყველების თერაპევტი და მან იმუშაოს ბავშვთან საჭიროებიდან გამომდინარე, თუ შეიძლება იყოს ცალკე ალბათ ოკუპაციური თერაპევტი, აი ამ მიმართულებით როგორ აქვს პროგრამული შეზღუდვა, ან შეიძლება ამ მიმართულებით პროგრამული შეზღუდვა არ გვაქვს, თუმცა რეგიონების მიხედვით ადამიანები, ანუ კადრობრივი შეზღუდვა გვაქვს, იმიტომ რომ ხა ოკუპაციური თერაპევტი ნამდვილად მიუწვდომელია გურიაში, რომ თითოეული, ანუ ყოველდღიური თერაპიები ჩაატაროს. ენამეტყველება კომუნიკაციის თერაპევტიც ნამდვილად გურის მიმართულებით არ გვყავს ამ ეტაპისთვის, მაგრამ მეტყველების, ლოგოპედი, რასაც ვეძახით, გვყავს. ფსიქოლოგიც შესაძლებელია, ოღონდ ეს ყველაფერი კარგად უნდა იყოს გაწერილი იმ ინდივიდუალურ გეგმაში, რაც იწერება ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე.
გასაგები, ანუ იმ ორთვიანი შეფასების შედეგად შეიძლება დადგეს დიღის წესრიგში, რომ ბავშვთან გარდა ადრეული განვითარების სპეციალისტისა იმუშაოს სხვა თერაპევტებიც, როგორც შეიძლება იყოს ფსიქოლოგი, თუ შეიძლება იყოს სხვა სპეციალისტი, თუმცა ეს საჭიროება შეიძლება ზოგ შემთხვევაში იყოს, ზოგ შემთხვევაში არა და მათ შორის უნდა გავითვალისწინოთ, ახლა რაც თქვენ თქვით, რეგიონალური კონტენტი, რომ მაგალითად ოკუპაციური თერაპევტი ვიცით, რომ უბრალოდ მიუხედავად იმისა, რომ ალბათ საჭიროებაც რომ დადგეს, შეუძლებელი იქნება ასე ერთიერთზე იმუშაოს, ალბათ რაღაც უფრო ონლაინ ან რეკომენდაციების სახით შეიძლება შემოვიფარგლოთ აღნიშნული სპეციალისტისგან, ხო? თუმცა აი კადრების, ასე ვთქვათ, მრავალფეროვნება და ესეთ ვიწრო სპეციალიზაციის კადრების არსებობა რეგიონში არ არის, ხო? დიდი მადლობა, უკვე დასასრულისკენ მივალთ ჩვენი ლაივის, თუ რამე დამატებით შეკითხვები იქნება კონკრეტულად თქვენთან ან უშუალოდ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ დაველოდებით თქვენს კომენტარებს აღნიშნულ ლაივ სტრიმზე ან პირად შეტყობინებაში მოგწერთ. ეს იყო რიგით მინდა შევახსენო მეორე ლაივ სერია, რომელიც ეხებოდა სოციალურ სერვისებს. მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენ მოწვეულწნურებს ვერას და დიანას და ასევე ჩვენს ჟესტური თარჯიმას ლეკუნას და მინდა შეგახსენოთ, რომ მომდევნო კვირას ჩვენ ვისაუბრებთ რეაბილიტაციის სერვისზე, უკვე ახალ სპიკერებთან ერთად. იგივე ფორმატით წავალთ, განვიხილავთ ამ პროგრამას, ვისაუბრებთ საბუთებზე, ბარიერებზე, პრობლემებზე და რეკომენდაციებზე, რაც გაუმჯობესებს აღნიშნულ პროგრამას და იგივე დღეს, იგივე დროს ჩავერთვებით თქვენთან ერთად ლაივ რეჟიმში მშობლისკიურის პლატფორმაზე. დიდი მადლობა სპიკერებს და მინდა დავემშვიდობო ჩვენს მაყურებელს. მადლობა, ნახვამდის. დიდი მადლობა.